სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა ჩვენთან არც ღმერთი. მე თვა დაგლოც, აკუნთო, გაგაძლიეროთ, ყველას გილოცავ, დღევანდელ დღესასწაულს. ფერიცვალების დღესასწაული ერთ-ერთი უდიდესი არის დღესასწაულთა შორის. და განსაკუთრებული მნიშვნელობას იძლევის მაშინ, როდესაც ადამიანები და რაღაც ნაწილი თითოეული ჩვენთაგანი ცხოვრების დასალიერისკენ მივემართებთ. განსაკუთრებულ ძალას იძენს ეს ყველაფერი თავად. ფერიცვალების დღესასწაული უდიდესი ისტორიული მოვლენაა და ჩვენი სულების ხონებისათვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ფერიცვალებასთან დაკავშირებით ეკლესიის მამები ძალიან ესეთი დაწვრილებით ფიქრობდნენ, გამოიკვლევდნენ, მსჯელობდნენ, ქადაგებდნენ, რადგან მრევლისათვის უფრო მეტად გასაგები ყოფილიყო თუ რა მოხდა დღევანდელ დღესთან დაკავშირებით. ოდე ჩვენც ავესესხოთ ეკლესიის დიდ მამებს და ორიოდი სიტყვა ვთქვათ დღევანდელ დღესასწაულთან დაკავშირებით. ქრისტეს ფერიცვალება ჩვენი პირადი შინაგანი ფერიცვალების მტკიცე იმედის საფუძველია. ჩვენ გვაქვს იმედი, რომ ჩვენი სირთულეებით, წნეულებებით და შიშით აღსავსე ცხოვრება ღვთის მადლით გარდაიქმნება უხრწნელ და ღვთივსათნო ცხოვრებად. თუმცა მაღალ მთაზე ამაღლება, ანუ თაბორის მთაზეა, ანუ ნათლის ხილვა, ეს არის სათასასუფეველი, დიდ ღვაწლთანაა დაკავშირებული. ხშირად ამ ღვაწლში ვიფიტებით, ვიღლებით და უიმედობაც მოიცავს ხოლმე ჩვენ სულს, მაგრამ არ უნდა შევდრგეთ. ამ ტანჯველი და ცხოვრებისეული სირთულეების სასოწარკვეთილების წუთებში, ეს ხო ხშირად არის ხოლმე, განსაცდელები, ტკივილი, დარდი, წუხილი. როდესაც სამთო ნათელსა და საზარეს ყდიათ შორის ვიმყოფებით, ჩვენი წმინდა მამების მაგალითები უნდა გავიხსენოთ. და გაგვახსენდეს უფლის მიერ ნათქვამი სიტყვები. მოირთხენით წელნი ჩვენი, მოვირთხანთ წელნი ჩვენი, ანუ ბრძოლისათვის უნდა მოვემზადოთ და სიმამაცით მივენდოთ მას, რომელსაც მთელი სამყარო უპყრია. იმის გახსენება და გაცნობიერება, რომ ჩვენ ცხოვრებაში ქრისტეს მსგავსი გზა უნდა გავიაროთ, ყოველგვარ შისა და სულმოკლეობისაგან გვათავისუფლეს. ქრისტეს გზა ყველა ჭეშმარიტი ქრისტიანისათვის საერთო გზა. თავად უფალი გვეუბნება, მე ვარ გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე. და თუ კი ადამიანი ცდილობს, რომ ეს გზა გაიაროს, უნდა ვიცოდეთ, რომ განსაცდელების გარეშე ეს გზა არ არის. იქვე მამები პირდაპირ ამბობენ. თუ კი უფალმა გაიარა ძიმე განსაცდელები, ჩვენც გავავივლეთ ძიმე განსაცდელებს. თუ კი უფალი დევნეს, ჩვენც გვექნება შევიწროება, შეურაცხყოფები, მიუღებლობები, ახლობლებისგან, ოჯახის წევრებისგან, შინაურისგან თუ გარემოსგან. ხო არის, შეიძლება ჩვენ არ გვდევნია როგორც ქრისტეს და ქრისტეს მოწაფეებს დევნიდნენ რწმენისათვის, მაგრამ ოჯახისეული, ცხოვრებისეული სირთულეები ხო არსებობს. სამსახურში იქნება, თუ სადაც მინდა იყოს, როგორც გინდა იყოს. ანუ რაღაცა შევიწროებული მდგომარეობასა და თითქმის დევნის მსგავს მდგომარეობა ჩვენს გამგზავნეთ. თითოეული ჩვენთან. შემდგომ საუბარი იმაზე, რომ უფალმა გაიარა გოლგოთა. გაიარა გოლგოთა და ეს არის თითოეული ჩვენთაგანისათვის სავალი გზა. უფალმა აიარა გოლგოთა და გოლგოთის შემდგომ რა მიყო? ჯვარცმა. ჯვარცმა დაფლა და აღდგომა. თითოეული ჩვენთაგანიც უნდა დავდივართ აი ამ ჯვრის ტვირთვით აღებულ გზას. ანუ რა არის? ჩვენ უნდა ვიტვირთოთ ჩვენი ცხოვრებისეული ჯვარი. როგორიც გინდა იყოს იქ. ჩვენი ცხოვრება გვაქვს ყველას გასავლელი. ამ ნებისმიერი ადამიანი ვისაუბრ გევართ ინდივიდუალური გზას გავყოთ. ტკივილებით, უხარებებით, სიხარულებით, ჩვენი სავალი გზა. ანუ ჩვენი ჯვარი უნდა ვიტვირთოთ. ანუ ჩვენი ჯვარცმარი უფალი ხო ერთსვლა ჯვარს. უხილავო ჯვარცმა ხდება, როდესაც ტკივილს, განსაცდელს, უბედურებას, უხარებას ვითვლით. ეს ჩვენი ჯვარცმა არის.
ოღონდ უხილავი ჭვარცმარის ეს ხოლები. შემდგომ რა მოხდა? უფალი დაიბო. ჩვენ ყველას გველოდება გარდაცვალება. გარდაცვალება, დაფლა, ანუ დავიფლებით და შემდგომ უკვე იმედია რომ შევალთ სულით სათასასწრებში. უფალი აღდგა. უფლის აღდგომა თითოეული ჩვენთაგანისათვის არის სწავლება, რომ გარდაცვალების შემდგომ სიცოცხლე გრძელდება. სიცოცხლე გრძელდება და ამ ყველაფერს იქით კვლავ მეორე სწავლება არის, რომ დადგება ჟამი, როდესაც საყოველთაო აღდგომა დადგება. და ჩვენც ჩვენი სხეულებით და უკვე მადლით უკვდავი სხეულებით, ქრისტეს მიმსგავსებული სხეულებით ავდგებით უკვე მარადიულობისათვის, ჭეშმარიტი სიცოცხლისათვის, ჭეშმარიტი ნეტარებისათვის. და აი მამები ამბობენ, რომ როდესაც ეს ყველაფერი ვიცი, არ უნდა შევდრგეთ, არ უნდა შეგვეშინდეს, ხნეთ უნდა ვიყოთ და ყოველთვის გვახსოვდეს უფლის ნათქვამი სიტყვების. ნუ გეშინიათ, მე მიძლევიეს სოფლის. ისე რომ ჩვენ გვყავს წუთისოფლის ძლეველი ღმერთი. სამყარო შემოქმედი მოვიდა ამ წუთისოფელში თითოეული თქვენთაგანისათვის. თითოეული ჩვენთაგანისათვის და ამით მოგვცა საშუალება რომ ყოველთვის მასთან ვიმყოფებოდეთ. და ყოველთვის გვახსოვდეს სიტყვები, როდესაც უფალი სანამ ამაღლდებოდა უთხრა მოციქულებს და მოციქულებთანაც გითხრა ჩვენ, თითოეული ჩვენთაგანს. და მე თქვენთან ვარ ყოველდღა დღეთა ვიდრე აღსასრულამდე სოფლისა. ამინ. ღმერთმა დაგლოცოთ, ღმერთმა გვაკურთხოს და უფალმა შვიდობით, სიხარულითა და სიკეთის წარმართოს ჩვენი ოჯახებისა და სრულიად საქართველოს ცხოვრება. ამინ. ჩვენთან არის ღმერთი. მრავალსა წელსა მრავალჟამიერი თქვენი სიცოცხლე და მრავალ ფერიცვალება ზავესწროთ. აი ჩვენი ფერიცვალება ზუსტად უნდა მოხდეს ხშირი აღსარებებით ამავე წლების მეთქი. უფალმა ფერიცვალება განიცადა, ხო? ფერი იცვალა თავისი მოწაფების წინაშე. ეს იყო თავისი ღვთაებრიობის წარმოჩენა. ეს იყო მისი ბუნებრივი ნათელი, რომ ის ჭეშმარიტი ადამიანია, ჭეშმარიტი კაცია და ჭეშმარიტი ღმერთია. და მამები რას ამბობენ, როგორ უნდა მოხდეს ჩვენი ფერიცვალება, ჩვენი სულიერი ფერიცვალება. ხშირი და გულწრფელი აღსარებით და ამ ყველაფერთან ერთად ლიტურგიული ცხოვრებით, ანუ შეძლებისაგვარად ყოველ კვირა დღეს და ხშირი ზიარებით. აი ეს არის საფუძველი ჩვენი სულიერი ფერიცვალებისა. სწავლობით ყოფილიყავით, მადლით ყოფილიყავით და შვიდობით ყოფილიყავით. ჩვენთან არის ღმერთი. აი ჩვენ ვაგზავნეთ სახურებით, ხვალიდან